ოჯახი, რომელსაც ყავს ახალგაზრდა, რომელსაც ვერც დაასაქმებს, თუ რაღაცა, ეს არის რაღაცა გზა, აი ცუდი ხარისხის უმაღლეს განათლებაში, მაინც რო ცდილობდნენ მშობლები სასოწარკვეთილი მართლა ძროხას ყიდნენ და გზავნიდნენ, იმაშიც მე ვხედავ რაციონალობას და ზრუნვას იმ ახალგაზრდებზე, იმიტომ რომ ის სად უნდა წასულიყო, ქუჩაში წასულიყო ეს ბავშვი, ეს არ იყო რომ რაღაც ალტერნატივა ქონდა, ასე ვთქვათ, ნორმალური ღირსეულ დასაქმებასა და იმ უმაღლესში რა ხარისხის უმაღლესიც მისთვის ხოლმე საწვდომი იყო იმაში სწავლას შორის და რა თქმა უნდა ყველა მშობელი ეცდებოდა რომ რაც იყო უკეთესი ის ესწავლი, იმიტომ რომ იქ გარდა იმისა ისწავლიდა თუ არა სოციალიზაციას აკეთებს სტუდენტი უმაღლესში, ვიღაცა შეხვდა. დღესაც ჩვენი შრომის ბაზარი ისეთია რომ როგორც ჩანს ახალგაზრდების ძალიან დიდი პროცენტი არის მის მიღმა განათლების სისტემის მიღმაც. ეხლა თუ უცებ ყველანაირი სტრუქტურული გარდაქმნის გარეშე გამოაცხადებ, რომ ჩემი მიზანია რომ ნაკლები ახალგაზრდა იყოს განათლების სისტემაში, რას ნიშნავს ეს? ეხლა ჩვენ თუ ამათ გამოვიყვანთ უნივერსიტეტებიდან, რას თავაზობს? არ ვიცი.